გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ხიარული ფუტკრის გვერდიდან. დღეს ჩვენ გვეყოლება სტუმრად გიორგი მელაძე. YouTube-ზე საზოგადოება მას იცნობს როგორც მელო. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მიხარია რომ მოვედი აქანა. რატო თუ იცით? ხო. ბავშვობიდან მაქვს შიში მწერების. და მაინტერესებს განაგონი მაქვს რომ შიშით უნდა იბრძოლო და ასე თუ ისე თან გენდობი ვიდეოებს უყურებ ამ კაი კაცის და რა ვიცი დღეს მოხდება ორი რაღაცა ახლა. ხო. პირველი ან გადალახავ შიშს, ან ვარესად შეგეშინე. იბედია გადავლახავ. შედობა იქნება. ჯობია და აგერ კიდე პატარა საჩუქარი. აო, მესამაკ საჩუქარი შენთვის. ახ, შეგინაცვალე, მადლობა. ვანახოთ ვიდეოში. მადლობა ზმაო. აი ხარე. მადლობა პირიქით მოწვევისთვის, ძალიან გამიხარდა. ასე რომ დამიკავშირდი. ახლა შენთვის საჩუქარი, ესე იგი იმის გამო რომ წვიმები იყო და რაღაცა თაფლი ვერ ვიღე, მოკლედ ამ სეზონზე ახლა, ხო და მაგრამ მაინც მომზადე საჩუქარი. ეს არის ჩემი ხელით დამზადებული ყველაფერი, თაფლისგან დამზადებული საპნები. ახლა იგი არ ვიცი ახლა შენ რამდენად გაგიხარდება საჩუქარი, მაგრამ მეუღლეს მოეწონება. რას მელაპარაკები? მოდი ეგის ვანახოთ, მოდი ერთი წუთი ახლა გამიხარდება რა თქმა უნდა, ახლა. მოდი ეგის ვანახოთ, აგერ ხალხს ძალიან ლამაზად გამოიყურება ისე. ასე გაახსნი, აქეთ ჩემი სტიკერი არის შიგნით, ხო და აქეთ სურნელოვანი სარნელია ნახე? კი. აი სურნეა რაღაც. კაი. ფოტოს სახეობის ისა. თქვენ თაკეთებ, ხო? კი, მე ვაკეთებ, საპნებსაც მოვაკეთებ, ეყუთებით რომ ეს საპნებიც რა თქმა უნდა ჩემი გაკეთებულია, საპნის ფუძე იყიდება, მოკლედ მასალა იყიდება რა საპნის. ხო და მე არის ეთერზეთები, სურნელოვანი რაღაცები, თაფლიც ერევა შიგნით რაღაცები, ყველაფერი თავისი რეცეპტი აქვს, ასე რომ ვთქვათ. ხო და კეთდება მე ბულოში საპონი. ახლა საპონს ამას საპონის ეფექტი არ აქვს, გელის ეფექტი აქვს. გელის ეფექტი, ხო და ეყუთიც ესკიზი მე გავაკეთე. ნაზერზე დავჭერი მე და მე შევწეპე და შევკარი ყუთი. ასე ამგვარად საქმე. ძალიან ლამაზად გამოიყურება ესე. თაფლი ვერ დაგახვ, თაფლი მე იქნება. რა პრობლემაა გაცო? იქნება ხო და რა ქვია? ჩვენ კიდე გავაგზავნებთ რა ქვია ურთიერთობას რაზეა საუბარი და მადლობა დიდი. აო ფუტკარმა დამხედა. ფიქრობს ვინმე ვიდაო. დავიწყოთ ახლა ესე იგი. აი მოვიდი ერთი ავი ფუტკარი. ამას ახლა მე ცნობრო იგი იკმინება, გიგე? ცნობრო იკმინება? გაჩი დაგვანებს. ესე იგი ახლა პატარა ინსტრუქციას გავაკეთებ. ესე იგი, ნუ არამც ახლა შენი გამოცდილება პირველად არის ახლა საფუტკრეში და სხვა დროს საფუტკრეში ნაყოფი არ ახარ. ფუტკრას არ უყვარს ჩქარი მოძრაობები. ამიგე? აი ნელა, ემას აუცილებლად მოვა ფუტკარი ახლა შეიძლება დაგაჯდეს რაღაცა, მაგრამ ამაგე არ უნდა შეგეშინდეს, არ უნდა გააკეთო ჩქარი მოძრაობა, ის როგორც მოვიდა, ისე წავა. პრობლემა არ არის არაფერი. რთული არის ახჩემთვის. ფუტკარმა შენში მტერი არ უნდა დაინახოს. ამიგე და არ უნდა დაინახოს საფრთხე შენგან. და არც თვითონ აგერჩის მე. ამისთან რაღაცა არის ფუტკარი. ფუტკარი ზოგადად არის ველური არსება. ველური არსება ფუტკარის მოთვინიერება ადამიანმა ვერ მოახერხა, უკვე რაც ვიცით ახლა ჩვენ ფუტკარი არსებობს დადასტურებული ინფორმაციით 5000 წელი. ამდენ ხან იყო ფარაონების საცავებში ნანახი ძველი თაფლი და ამდენ ხან ითვლებოდა ეგვიპტეს თაფლის სამშობლოდ. მაგრამ მერე აქეთ ჩვენსკენ ბორჯომის ხეობისკენ სოფელ საკირეში ნახეს 5000 წლის თაფლი. ხო ვიყავით ღვინის სამშობლო. ღვინის სამშობლო ახლა თაფლის თაფლის სამშობლოს და უკვე ეს ახალი ამბავი, ეგ რამოდენიმე წლის ამბავი არის. ძალიან საინტერესო არის. აღიარებული თაფლის სამშობლოდ, რომ პირველი თაფლი მაგაზე ძველი თაფლი არ უნახია. ყველაფერში ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ეს არის 5000 წლის თაფლი. ხო და ამ 5000 წლის განმავლობაში გავაგზავნებ ახლა რატო ყოფოდი ამას? ადამიანმა ამ 5000 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვიცით რომ ფუტკარი არსებობს, ვერ მოახერხა ფუტკრის მოთვინიერება. ამიგე, ფუტკარი არის ველური არსება. ამას წერი არ არის? წერი არის ველური არსება და ვერ მოახერხა ფუტკარმა ადამიანთან ასე რომ ყოფილიყო გაშინაურებულიყო რა. მაგრამ მაინც ადამიანმა მე გამეგონოს ესეთი 100 წლის გამოგონებული არის სკები, ახლა ეს სკები არის ახლა სტანდარტულად შექმნილი, ამას ქვია დადანისკა. არის კიდე რუტის ტიპის სკები, არის კიდე სხვა მრავალი სკები, არის იქ რა ქვია ბევრნაირი სკები არსებობს რა, მოკლედ, მაგრამ ადრე ფუტკარს ადამიანი უვლიდა მორებში. და
და თუ გაგიგონია ჯარა გადაჭრილი მორები არის და ასე ნანახი მაქვს მე არა მაქვს მაგრამ მაგ ვიდეოში რომ ნანახი კონდეს მაგ ჯარასკები ხო და ადრე უვლიდან ამ მორებში რა მაგი ასე დაწოლილიც იყო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ასე ვერტიკალურ მდგომარეობაშიც იყო ასე ხთიდნენ თავს და შიგნით იყო აშენებული სანთლები და ფიჭები ხო და მე ადამიანებმა გამოიგონეს სკები შექმნეს სტანდარტი გამოიგონეს ჩარჩო ეს ფუტკარმა აღარ დახარჯოს ამაზე დრო თუმცა ფუტკარს მაგარ აჭირდება თვითონ ააშენებს ამას მათემატიკური სიზუსტით ყველა 6 კუთხედი იქნება თანაბარი ზონის ხო ეს მეგონა ფუტკარი შვებოდა თავისთვის მაგრამ თუ გაუკეთებ ანუ არ დაიხარჯება და მალე ეს არის 70 გრამი ახლა ეს ახლა ამ 70 გრამი 1 კილო სანთელი ასე რომ გააკეთოს ფუტკარ ეს ერთი ჩარჩო რო ააშენოს ახლა ფუტკარმა 1 კილო თაფლი ეხარჯება ხო ფუტკარი თვითონ თავს ჭამს და ენერგია ჭირდება ამის აშენებას სანთელი უნდა გამოყოს ხო და ამ ერთი იმის აშენება ჭირდება 1 კილო თაფლი ხო და ასე ფუტკრებს მეფუტკრები ვეხმარებით ჩვენ რომ ჩაჩქარა საინტერესო რაღაცა არის პროცესი ხო და ახლა ჩვენ ამ ჩარჩოს მივცემთ ამ ოჯახს რა ქვია მაგასაც ყველაფერს აგიხსნით ახლა ეს არის რუტის ტიპის ჩარჩო არის აი ახლა ყურე პატარა არის ნახე ქვევით ადგილი რჩება ხო მაგრამ რუტის ტიპის კები მოკლეები არის ხო და ამერიკულები ვარიანტები არის მაგი ხო და მე მინდა რომ გადავიდე რუტის ტიპის კებზე ხო და რუტის ტიპის ჩარჩოებს ვაშენებიებ დადანის რომ მე ოჯახებს რო გავყოფ მეყოლება რუტის კები ასეთი ხერხს მიმართე ახლა რა ხო და ამერი ვარიანტი არის რამდენი ხანია ეს რო აკეთებთ ამ საქმეს 2014 წელს დავიწყე მეფუტკრეობა ასე შემთხვევით აგერ გვერდით საფუტკრე იყო ამ ეზოში ახლა რა ქვია აღარ არის ხო და წამოვყევი ასე ჩემ ნათესავს საფუტკრეში გამევიარი ასე რაღაცა ამის ვიდეოში ვარ იქანა მოგაგები არ გამევიარი კი მომეწონა ასე დავიწყე მეფუტკრეობა ნელა სამი ოჯახით დავიწყე ვიყიდე სამი ოჯახი მაშინ მეფუტკრეობა საერთოდ არ ვიცოდი მაგრამ დავდიოდი ასე მეფუტკრეებთან და ვეხმარებოდი და ასე ვისწავლე ხო და ერთი წლის თავზე დავიწყე დამოუკიდებლად ჩემით მეფუტკრეობა მე გამიხთა ეს სამი ოჯახი 5 მე 8 მე 9 50-იც ვიყავი ასული ეგ ოჯახებს შენ თვითონ ამრავლებ მე თვითონ ამრავლებ ახლა ამ წუთას მაქვს 70-80 სკამაკ გამზადებული შემიძლია ახლა ერთი 70 ოჯახი მყავდეს ხო და ახლა ყავდა 50 ოჯახი მე 2018 წელს და ფეხი მოვიდეხე მაგას რა ქვია მაგ წელს რა ქვია და ძალიან გლახად მივიდეხე რა ფეხი რა ქვია თითები გადაყდა და წელიწადზე 6 თვე დავდიოდი ჯოხით ვერ მივაქცე ყველა კი ახლა მეგობრები მაქსებდნენ ყველას და დადიოდნენ ჩემთან ერთად რაღაცა მაგრამ მოტოციკლებზე დავიმკვიდრე ხო და ძალიან გლახად მივიდეხე რა თითები გადავიმტრიე მარცხენა ფეხზე და ძალიან თითების გადამტრობა ყოფილა ძალიან გლახა რაღაცა რა ხო და იმ დროს შემიმცირდა რაოდენობა ხო და ის მე ხან 10 მყავს ხან 20 მყავს ხო და ახლა უკვე ცოტა ისე ვარ რა ქვია ენთუზიაზმი გაიღვიძა ჩემში უნდა გავამრავლო რა ახლა კიდე ფუტკარი მოგევეცნოთ ჩვენ ფუტკრის ხორევა სანამ სკას გავხსნით ფუტკარი ახლა როგორ დაფრინავს ესე იგი ფუტკარი რო გამოდის სკიდან ჯერ ფუტკარი ცხოვრობს 6 კვირა 40 დღე ცხოვრობს 40 მეტი არ ცხოვრობს მეტი არ ცხოვრობს 40 დღე ცხოვრობს 6 კვირა ცხოვრობს ახლა რეიც ციკლი აქვს ამ მის ცხოვრებას პირველი 2 კვირა როდესაც ფუტკარი იბადება ის არის ასე ვთქვათ სახში მუშაობს პირველი 2 კვირა ძიძა არის ბარტყებს უვლის სკას ასუფთავებს ამიგე მე იწყებს მომდენო ფაზაში იწყებს ცვილის აშენებას ამას აშენებს ისევ ის სკაში არის კიდევ მომდენო თავისი ცხოვრების მეორე მესამედი ნაწილი ასე ვთქვათ ამიგე ასე რომ პირველი 2 კვირა ხო ძიძა და რაღაცა რა ქვია დამსუფთავებელი და ასე მომლელი და მთელი ამბავში არის რა სკას ასუფთავებს მიკროკლიმატზე ზრუნავს მომდენო 2 კვირა უკვე ცვილს აშენებს ყარაული არის დარაჯი ამიგე ხო ვინც შემოდის ასე საფუტკრეში ნექტარით იმას გამოართმევს ნექტარს მიდიან ამატებენ ფერმენტებს ქმნიან თავს და ისევ ის კაში მუშაობს რა 4 კვირა მუშაობს კაში ბოლო 2 კვირა რო დარჩება თავის სიცოცხლის იგავია მე მიდის თაფლის მოსატანად ასეთი საინტერესო ცხოვრება აქვს ფუტკარს ძალიან საინტერესო არის მართლა ბოლო 2 კვირა მუშაობს თავს ანუ
ახლა გამოდის ახლა კიდევ ერთი საინტერესო რაღაცა არის. ხო. და ამით ძალიან დავეხმარებით, ასე ვატყობ მე ამას რომ უშენებთ პირდაპირ. კი. ხო და ცოტა გაუადვილებ საქმეს. მეტი თაფლი არ დაიხარჯოს და მეფუტკრე მეტი მოსავალი იყოს. ეს ცოტა ჩადებულია იდეაში. კი, მაგრამ მე მეტი პატივისცემა ჩემგან ფუტკრებს უკვე რომ ეშინო და ასე ვიქნეოდი და ახლა 40 დღე თუ ცხოვრობს, რა ვიცი. ფუტკარი კიდე დაფრინავს. კი მეშინია, მაგრამ მაინც ფუტკარი დაფრინავს ნაბიჯ-ნაბიჯ. ასე ხედე? ახლა მათემატიკური სიზუსტით აგნებს სახს ეს ერთი. აქვია რომ საერთოდ საფუტკრე უნდა აარჩიო, მშრალ ადგილას უნდა აარჩიო, არ შეიძლება საფუტკრე დინარის პირას, ტბის პირას, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ასე ხა თვალით ვერ ვატყობთ ახლა მაგას, მაგრამ ის რაღაცა 1-2 მეტრიანი ნესტი არის მაინც. ხო და ეს ნესტი მე იწყებს შიგნით ტენიანობის მომატებას და ხდება ბარტის გაცემა და მთელი დაავადებების და რაღაცების წარმოშობა ხდება. ამიტომ ფუტკარი საფუტკრე უნდა აარჩიო, მშრალ ადგილას, ბუნებასთან ახლოს უნდა იყოს. ბუნებასთან ახლოს იმიტომ უნდა იყოს, რომ ფუტკარი მიფრინავს და მოფრინავს, შორს არ მოუწევს ასვლა, გარიგე, თორე ფუტკარი ჩვენი ფუტკარი 5 კილომეტრზე, 7 კილომეტრზე დაფრინავს. ხო და შეუძლია ჩვეულებრივად ძალიან შორს წევიდეს. მაგალითად ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადავიდეს, პრობლემა რა აქვს. მაგრამ აქტიური ფრენა, რასაც ქვია, მანძილი არის 2-3 კილომეტრი. ხო და უნდა ეცადო, რომ 2-3 კილომეტრიან რადიუსში კაი ყვავილოვანი მცენარეები, ტყე იყოს, სასურველია ტყე. ამიტომ ხშირ შემთხვევაში საფუტკრეები არის სოფლებში, ტყის პირას და ასე შემდეგ, ასეთ ადგილებში, სადაც ბუნება არის ჯანსაღი და ყვავილობს. ხო, მაგალითად, ქალაქში ახლა თუ ცხოვრობ მე-9 სართულზე, სახურავზე რომ შემოდგა ფუტკარი, იზავს რაღაცას. რაღაცას იზავს, წავა რაღაცას გააკეთებს. მაგრამ სადახლა სოფელში რო ხარ, აგერ ტყის პირას და სადახლა ეგ რო ცხოვრობ რაღაცა მე-9 სართულზე და სახურავზე ყავს სკები. აი ახლა ცოტა აი მოყვარული ვარიანტი თუ იქნები და ძალიან გიყვარს ფუტკრები და რაღაცა შენ ჰობში ხარ და შენ მუღამში ხარ, აი მაშინ შეიძლება მაგრამ რაღაცა გააკეთო, თუ სოფელი არ აქვს, ხო. ახლა ფუტკარი როგორ აგნებს სახს? ფუტკარი იმახსოვრებს ადგილს. ადგილს ახლა ფერი იმახსოვრებს, შეხედე? თუ დააკვირდები, ახლა ჩემი სკები ყველა არის სხვადასხვა ფერის შეფერადებული. ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ფუტკარმა უცებ მიაგნოს სახს, თუმცა მაგი ფუტკარს არ დააკავებს და არ დააბნევს დედის სუნზე მოვა. ამიგე? არ შეეშლება, სხვაგან არ შეუშვებენ. თან თვითონაც ყველას კაც თავისი დედა ყავს, ხო? თავისი ერთი დედა ყავს ყველას კაც. ხო და არ დაიბნება ფუტკარი რა, ის თავისი დედა რო ფუტკარი გამოყოფს ფირომონებს და სუნს გამოყოფს თავისებურ სპეციალურს, რომელსაც ადამიანები ჩვენ მაგას ვერ უზნობთ, მაგრამ ფუტკარი მაგას არჩევს. ხო და ამ ფუტკრის სუნზე და ამ დედის ფირომონების იმ სუნზე აგნებს ფუტკარი თავის სახს, მაგრამ ფუტკარი მიდის ასე ნაბიჯ-ნაბიჯ. მივიდა აგერ ხესთან, დაიმახსოვრა ხე. მერე მივიდა აგერ ღობე დაიმახსოვრა. მერე მივიდა მეორე ხე დაიმახსოვრა. მერე ქვა დაიმახსოვრა, მერე ბუჩქი დაიმახსოვრა და მიიღო ყვავილი, ხო? მერე ისე ქვა, ბუჩქი, ღობე, ხე და მე ვიდა. ისე იმზით მოდის სახში უკან, ასე. ნაბიჯ-ნაბიჯ იმახსოვრებს თავის ადგილს და ასე აგნებს თავის სახს. ამიტომ შენ შემთხვევაში, როდესაც ფუტკრები, აქვია, მიდიან ხოლმე, ხო? ყველა ბრუნდება მზის ჩასვლამდე, ზუსტად მათემატიკური სიზუსტით. ზუსტად იციან მზე როდის ჩადის და ყველა მაგ საღამოს უკვე მზე უკვე ჰოპ მიდის დაბლა, ფუტკრები ყველა არის სახში. ხო და საუკეთესო ვარიანტი, იმიტომ ვართ ახლა ჩვენ ამ სიცხეში მოსული ახლა და ამ შუადღეს რომ ახლა ძალიან დიდი ნაწილი ფუტკრების წასულია. გასაგებია. საშოვარზე არიან წასულები, ზოგი სკაუტები არიან, დაზვერვაზე არიან, ყვავილს ეძებენ, ხო და ახლა არის შუადღე საუკეთესო ადგილი და საუკეთესო მომენტი იმუშაო საფუტკრეში მეფუტკრები. ფუტკარის ნაკლები არის, ხელსაც ნაკლებად გიშლიან, ნაკლებად კმენენ, ხო და კმენენ? ხო, უფრო და უფრო, რა ქვია, შესაფერისი მომენტი არის, ასე რომ. აი, მოდი ახლა გადავიდეთ სკაში, დავაკვირდეთ ცხოვრებას, გავხსნათ სკა. დავიდეთ. ყველაზე ექსტრემალური მომენტი. მე მაინც ზომები მივიღე. გეშინდეს. რა ფერ გამოიყურება? ასე გამოიყურება სკა. ახლა რა ხდება? ნუ ეს სკა ახლა განვითარების პროცესში არის. თუ დააკვირდები, ერთი ჩარჩო აკლია. და ზუსტად მაგ ერთი ჩარჩო მაქვს ახლა. ჩვენ მოუტანეთ, ანუ. მოტანილი მაქვს, უყურე დააკვირდი. სიტყვაზე ეს ოჯახი თავიდან იყო 4 ჩარჩო. მაგრამ პირდაპირ რო ჩაგელაგები ასე 6 ჩარჩო და გაგევსო, ასე არ შეიძლება. ფუტკარს უნდა მიყვე განვითარებაში და გამრავლდა ფუტკარი, დაამატე ერთი ჩარჩო. კიდე გამრავლდა, კიდე დაამატე ერთი ჩარჩო. ახლა იმერის სიტუაცია არის, რომ უკვე ხედავ აგერ
11 ჩარჩო არის უკვე აფია ფულკარი და ითხოვს ერთ ჩარჩოს და დავამატებთ ახლა ჩვენ რაღაც ერთ ჩარჩოს. ჟუილობენ. მე მგონი მეორე ვარიანტი მემართება, რავი. შეყვარებით არ შემყვარებია ფუტკრები, მაგრამ ახლა მოდი რა განახო. მოგეშინია, მოდი. აჰა. აი ეს არის ახლა ფუტკრის ბარტყი. ეს პატარები. შიგნით გადაბეშტილი ჩარჩოები გვაქვს, ხო, ბარტყი. ხო. მოდი ახლა იქ რაღაცა მაყურებელს დავინახოთ. დაიკავეს იქ. რა ვითარჟოთ ხევაში. ვერ ვიზამ. ოდიში მეგობრებო, თქვენთვის ყველაფერს ვიზამ, მაგრამ აბას ვერ ვიზამ, დარწმუნებული ვარ, იმიტომ მეშინია. მეშინია, ხო. აუ, რამდენი არიან, ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა ჩემთვის, მაგრამ იმ ისტორიების მერე რომ 40 დღე ცხოვრობენ, რაღაცა მუშაობენ, წვალობენ, ჯახირობენ, მაინც ვცდილობ რომ დამიჯერ, მოდი. გამომართი. არ მინდა რა. გამომართი, მოდი, დამიჯერ. რომ იკმინონ? არ გიკვეს, დამიჯერი, მოდი. ასე ნელა მოკიდებ თხილად, არ გაგივარდეს. აჰა. მეგობრებო, გამოიწერეთ ამ კაი კაცის არხი და ჩემი არხი კიდე მელო. ამას არ ვიზამდი არასდროს. მადლობა. აუ, რა მაგარია. მაგარი გამისწორდა. კაია, რო დამაძალე. რა ერთი ხო უნდა კი. ძალიან კაი რაღაცა. აუ, რა მაგარია. всё, მე ფუტკრე ვარ. ახლა დედა ფუტკარს ვეძებ, მინდა რომ დედა ფუტკარი დაგანახო. როგორ გამოიყურება? ეგ დედა ფუტკარიც 40 დღე ცხოვრობს? წლები? 5 წელიც ცხოვრობს, რა ქვია, მაგრამ ჩვენ ახლა მე ფუტკრეები 1-2 წელზე მეც არ ვაჩერებთ. რატო იცი, მე კარქავს ნაყოფიერების უნარს კარქავს რა. ახლა მაგაზეც მოყოვია ეგ პატარა ისტორიას, ესე იგი, როდესაც დედა ფუტკარი უკვე იბადება, საერთოდ ფუტკარი იბადება 21 დღეს. ხო და დედა ფუტკარი იბადება მე-16 დღეს. ხო და ასე ერთი დაბალი ბარტყი არა აქვს. ასე თითივითაა წამონაზარდი და შიგნით არის გზეში იბადება. შემთხვევითობის პრინციპით იბადება თუ როგორ თვითონ რამოდენიმე სადედეს ჩამოაშენებენ, ახლა სადედი არ მაქვს, რო განახო. ასე ნეკათითივით არის, ასე 3-4 სანტიმეტრი არის და რძე არის შიგნით. თუ დაიგონია ფუტკრის რძე. რძეში იბადება. ხო და რამოდენიმე დედაფუტკარი დაიბადება. მერე ის დედაფუტკრები რო გამოვლიან, ერთმანეთში გაარკვევენ რომელიც ძლიერი არის, ანუ ერთი კლავს მეორეს. ამიტომ და დარჩება ყველაზე ძლიერი. მერე ის ძლიერი დედაფუტკარი ასე მესამე დღეს გადის სკიდან, მაქსიმუმ ერთ კვირაში. გადის სკიდან გასანაყოფიერებად. და ამ დროს ჩაემბებიან საქმეში მამრი ფუტკრები. მამრი ფუტკარი არის სეზონური წევრი. ანუ სხვა დროს არ ცხოვრობს მამრი ფუტკარი. მამრი ფუტკარი ცხოვრობს მარტო იმ დროს, როდესაც დედაფუტკარი არის გასანაყოფიერებად. მამრი ფუტკრის მოვალეობა თაფლის მოტანა არ არის. მამრი ფუტკარი არის მარტო განაყოფიერების საშუალება და ჭამს აჭმეს, მაგარი მუქთახორა არის. აჰა. ხო, კაი ბედნიერი ცხოვრება აქვს, მაგრამ ხანმოკლე ცხოვრება აქვს. შვენიერი ცხოვრება ქონია ესე მამრი ფუტკარს. ხანმოკლე, მაგრამ ბედნიერი ცხოვრება. რატო იცი? მე როდესაც ეს დედაფუტკრის განაყოფიერება დამთავრდება, ეს ყველაფერი სტადია დასრულდება, მამრი ფუტკრები კარქავენ ფუნქციას, აგდებენ სკიდან და კლავენ. აი, ხო, აძევებენ სკიდან, იმიტომ რომ მუქთახორა არავის არაფერში არ ჭირდება. მართლა ახლა დედაფუტკარი აშობა რომ გაფრინდება სკიდან. არსებობს ანაირი ტერმინი მამრების გორას უძახით ჩვენ მეფუტკრეები. საგაცას შეკრებილი არიან მამრი ფუტკრები, ხო და დედაფუტკარი მიდის იქ და დედაფუტკრის განაყოფიერებაში რამოდენიმე მამრი ფუტკარი ღებულობს მონაწილეობას. და ამ გენეტიკას ყველას ღებულობს, ამიგე დედაფუტკარი და მე ეს შეგროვებული ეს გენეტიკური მასალა, ასე დავარქვათ, ყოფნის მთელი წელიწადი რომ დადოს კვერცხი. ხო. და დედაფუტკარი დღეში დებს 2000 კვერცხს. შეუძლია ეს ჩაჩო მთლიანად გაავსოს. დღეში? დღეში დებს 2000 კვერცხს. დედაფუტკრის მოვალეობა მეტი არაფერი არ არის. დადის, ეძებს ადგილს, სადაც უნდა დადოს კვერცხი. ამითი მეფუტკრეები ვაკვირდებით, ჩვენ ახალ ჩარჩოს რო ამევიღებთ, რამდენად დაკვერცხილი არის, თუ არ არის კვერცხი რა, კაი რაოდენობა, ესე დედაფუტკარი არ ვარგა მაგალითად. ამ მაშინ თვალითაც შეატყობ. არ გინდა მაგნე რაღაცები. თვალითაც შეატყობ, გამიგე, ფუტკარი არის, ახლა ხო არის ახლა ბევრი ფუტკარი აქეთ. შეატყობ რომ ფუტკარი არაა სკაში რა. ესე იგი დედაფუტკარი კვერცხს არ დოს, პოპულაცია არ იზრდება. და უნდა გამოცვალო დედაფუტკარი მაგ დროს. და მიდის მე ახალი სტადია დედაფუტკრის მოაცილებ ოჯახს დედაფუტკარს, ასე ვთქვათ, მოკლავ დედაფუტკარს და დედაფუტკრის გამოყვანას ოჯახი ავტომატურად დაიწყებს. სამწუხაროარი. აღარ გამოიყოფა ფირომონები სკაში. ვეღარ გზნობენ ფუტკრები ფირომონებს და ეგ არის სიგნალი. დედაფუტკარი არ არის სკაში.
და ავტომატურად იწყებენ რძის შემოტანას და იბადება დედაფუტკრები. ძალიან საინტერესო რაღაცა. რამოდენიმე სადედეს აშენებენ. რა შეიძლება 10 სადედე ჩამოაშენოს, გამიგე? 10 სადედე ჩამოაშენოს და დაიბადოს 10 ფუტკარი. მაგას ვინ აშენებს? მაგას ყველა ერთდროულად? კი, ყველა ფუტკრებია. ერთდროულად ბადებენ დედაფუტკარს? ყველა მოიბლოს მაგაში მონაწილეობას, რომ ეს რძე შემოიტანოს, მერე სადედე ჩამოაშენოს და მთელი ამბავი შინდი ჩაამატოს, მერე რა ქვია, რძე კიდე და მერე ბოლოს ასე მერვე დღეს დაიხურება ის სადედე, ხო და მე-16 დღეს დაიბადება დედაფუტკარი. ასეთი სიტუაცია არის კაში. აღარა საინტერესო ამბავია. დედაფუტკარი ვერ ვნახე ახლა თანამ, მაგრამ მაგ თაფლია აქვს. მოდი რა განახო? აი, მიკბინა ცხვირზე. არ არის კაი. თეთრად ჩასული აგერ ამას ქვია ლარვა. აგვი ხედავ? კი. ამას ქვია ლარვა. აი ახლა არის 3, 4, 5 მაგრამ თავისი მუღამი აქვს. შენ ხო ხვდები ახლა რომ ყველა ადამიანი მეფუტკრე ვერ იქნება. კი. ხო, ცოტა სხვანაირი საქმეა, რა შიში არ უნდა გქონდეს. კი, კი. კმენას უნდა იტანდე, ხო? კიდევ რაღაცა ავისებური სიზნელეები ახლავს ამ საქმეს რა. მუშაობა ძნელია რო ითხრა სიმართლე ახლა. ადექი ახლა 40 გრადუს სიცხეში იმუშავე 1-3 საათი რო გიხარ ახლა 40 გრადუს სიცხეში. ზეში და შუა დღეს წასულები არიან და მაგიტო მუშაობ შუა დღეს. აი მოდი რა განახო საინტერესო მომენტი, ყვითელს ხედავ? ყვითელი? ყვითელი გენი ვარ, აი ჩაპრესი. კი, კი. აი არის ჭეო ქვია. აი არის ყვავილის წველი ჩაპრესილი. თაფლი აქვთ საერთოდ? კი, თაფლიც არის. ახლა აი რა თაფლია სველად რო არის, ნახე? ეგენ თაფლები არის და იგი არის ჭეო, ის ჭეო, იმ ჭეოთ იგებება ფუტკარი. განსაკუთრებით ახალი დაბადებული ბარტყი. გამიგე? და ჭეო სულ არის ხოლმე სკაში. ასე ხელს რა ფერ კიდებ ამ ფუტკრებს და თან იმას არ აინტერესებთ ფუტკრები. პატრონს ცნობენ ანუ ხო? ფუტკარი პატრონს ცნობს, კი. სახეს იმახსოვრებს და გამკისებულია მაგი. დედაფუტკარი ვერ ვნახე. რა აქვს ნახე, ერთს გადავყობი კიდე და თუ ვერ ვნახეთ და დავასრულოთ ამით. ძალიან მინდა რო განახო დედაფუტკარი როგორ გამოიყურება. მეც მაინტერესებს მაგი, მაგრამ მენა არ მინდა. ანუ ეს სხვები რა არიან აბა? ყველა მდედრი არის. ყველა მდედრია? 20-მდე ვითვლი 20 უძლებ ჩეულებრივად კლდესავით გავარ 20 ნაკლებზე პრობლემა არ მაქვს. მე აღარ ვდრისკავ. არავის არ გირჩევთ ისე მოხვიდეთ და ვინმე საფუტკრეში შეხვიდეთ და ფუტკრები ამეიღოთ, იმიტომ ძალიან საშიში არის და რა ფერ მოაქვს ეს თაფლია, იმას ფეხზე რო აქვს? ხო, მაგას ქვია ფეხგუნდა. ფეხგუნდა? ფეხგუნდა ქვია მაგას, მაგი მოაქვს პავლის ნექტარი. არა უშავს YouTube-ზე ხო გიდევს, ხო გვაქვს? მოდი. რა მხელა არის? всё, ნახეთ. მისია შენს გინდა? მისია შესრულებულია. всё. რას ფიქრობ? როგორ მოგეწონა? რა გზნობები დაგეუფლა? საინტერესო იყო მართლა. კარგი გამოცდილება იყო მართლა. არ მეგონა ამდენი ხანი თუ გავჩერდებოდი ფუტკრებთან ერთად, მაგრამ არ ყოფილა ისეთი საშიში რანაირიც მეგონა და ეს ისტორიებიც ძალიან უკვე ვაფასებ რა ფუტკრებს იმ 40 დღის და ამდენი წვალების და ამდენ შრომობს და მე 2 კვირა თუ რამდენი ხანი 2 კვირა მუშაობს თავზე და დანარჩენი სახლში მუშაობს. აი მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ ესტუმრე. აი ხარე. მადლობა თქვენ რომ დამპატიჟეთ, ძალიან გაიყო. მელოს არხი, რა თქმა უნდა, აღწერაში იქნება მელოს არხი, მეგობრებო და აბა ვნახოთ რამდენი გამომწერი დაემატება. ქუთაისელი კაცი არის, ხო და მეც სახარ რომ ვნახე რომ ქუთაისელმა კაცმა დაიწყო იუთუბერობა, ძალიან გამიხარდა, ხო და გამიშთა სურვილი რომ გამეცნო და მომიპატიჟებია საფუტკრეში, ხო და მაინც შედგა ახლა. კი. ფუტკარში მუშაობა შედგა და რაღაცა გამოცდილება შეძენილი არის. მეგობრებო, გაწევრიანდით Facebook ჯგუფში ხიარული ფუტკრის საძმო. მაგის ლინკიც იქნება ვიდეოს აღწერაში. ძალიან დიდი მადლობა ამ ვიდეოს ნახვისთვის. გამოიწერეთ ხიარული ფუტკარი, გამოიწერეთ მელო და ლაიქეთ ვიდეო. დიდი მადლობა ყველას. მადლობა თქვენ რო გვიყურეთ და გამოიწერეთ მართლა ამ კაი კაცის არხი და ჩემი არხი გამოიწერეთ. იქნება ყველაფერი კარგად და ხო ახლა მინდა ვიდეოს ვიღებ ქუთაისში ხინკლებზე. ხალხი მიმყავს, პატიჟებ და რომ წავიდეთ და თან დავაგემოვნოთ ერთად.
შენი გემოვნებით. მაშინ ჩემი გემოვნებით წავალთ და დავპატიჟებთ ამ კაი კაცს და მე ვიდეოშიც იქნება. მოუცადეთ, ეს ვიდეო იქნება ჩემი YouTube არხზე. აი, მადლობა ყველას. კარგად იყავით.